სექს მუშაკებსა და სუტენიორებს საქართველოში კოდექსების დასდევენ. ჰოლანდიის ეკონომიკა კი რუსკიპების ფულითაც მდიდრდება. მოგესალმებით გარყვნილი ამსტერდამიდან, სადაც ყველა აკრძალული ხილი ნებადართულია. ნიდერლანდებში პროსტიტუცია ჯერ კიდევ 2000 წლიდან გახდა ლეგალური და აქ მეძავობა ერთ-ერთ რიგით პროფესიად ითვლება. ადგილობრივი ხელისუფლება გასცემს ლიცენზიას, ატარებს ინსპექტირებას და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში უფლებამოსილია დახუროს ობიექტი. ლეგალურად მომუშავე სექს მუშაკები იხდიან საშემოსავლო გადასახადს. შექმნილი აქვთ პროფკავშირი, რადიან ჯანმრთელობისა და შრომითი უსაფრთხოების სტანდარტებს. ხოლო სახელმწიფოს ამ გზით უადვილდება ტრაფიკინგისა და იძულებითი პროსტიტუციის კონტროლი. ეს არის ყველაზე ცნობილი ადგილი, დე-ვალე, წითელი ფანრების ქუჩა, სადაც სექს მუშაკები სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში ქირაობენ სამუშაო ადგილს და თავიანთ მომსახურებას სთავაზობენ გამრელებს. თუ ფარდა აწეულია, ჩანს მეძავი და კლიენტებს თავის მომსახურებას სთავაზობს. ხოლო დახურული ფარდა ნიშნავს, რომ კლიენტმა ოფერტი მიიღო. საქართველოში კი ნებაყოფლობითი სექსისა და მასაჟის გამო ასობით სრულწლოვანს ზარზეიმით აპატიმრებენ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა სისხლის სამართლის დანაშაულია და საკმაოდ სოლიდურად ისჯება. ხოლო თავად სექს მუშაკობა არის ადმინისტრაციული დარღვევა და ისჯება დაუკვირდით შრომის ანაზღაურების ოდენობამდე. და თუ ეს პროფესია და თუ ეს საქმიანობა მაინც მარადიულად იარსებებს, მაშინ თქვენ გადაწყვიტეთ, რომელი მოდელი სჯობს: ქართული დასჯის თუ ჰოლანდიური კონტროლის.